მოდაყირა უყენებენ ცხოვრებას ბავშვებს, ჰაერში გვტოვებენ. ვითხოვთ შენობას, ხო სასაცილოა რასაც ვითხოვთ. შენობას ვითხოვთ, რომ ვისწავლოთ, განვითარდეთ და ბედნიერი მომავალი ქონდეს ჩვენ შვილებს. განათლების გარეშე ხო ამას ვერ მივაღწევთ. ბრბოხ არ უნდა ვიყოთ. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყნის განვითარება თუ განათლებული თაობა არ ეყოლა იმას ქვეყანას. პანდემიის დროს ქონდა ესეთი მოცემულობა. მაშინ მშობლების 90% სახში ვისხედით და ვაქცევდით ყურადღებას. ეხლა ხალხი მუშაობს. ბავშვებს ხო უნდა ყურადღების მიქცევა. ისედაც ვერაფერს ვერ მიიღებს შვილები, ჩვენი შვილები ონლაინ სწავლებისგან. ვითხოვთ იგივე მოცემულობით, რა მოცემულებითაც ვიყავით 22 სკოლის შენობაში. მოგვიძებნოს შენობა სამინისტრომ რომ შევიდეთ. არის შემოთავაზება 190,000 სკოლაში, სადაც დილის სმენის ბავშვები გადაყავთ საღამოს სმენაში, მაღალი კლასები. ეს წარმოუდგენელი აბიტურიენტები არიან ბავშვები, მასწავლებლები, შეთანხმებულები. კიდე ერთხელ ნამდვილად ვერ შევაყრევინებთ თვალებში ნაცარს. ეს ონლაინი ასე ბევრ სკოლას უთხრეს, რომ ერთი კვირით იქნებით ონლაინზე და შემდეგ მოიძებნება ალტერნატიული ფართი და საბოლოოდ დარჩა და დატოვეს ეს სკოლები ონლაინ რეჟიმზე. ამიტომ ონლაინ სწავლება საერთოდ ნულია ჩვენთვის, ანუ ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იღებენ ასე ბავშვები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ონლაინ სწავლებას ვაპროტესტებთ პირველ რიგში, იმით რომ პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით არც ერთი კლასი არ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს. ბავშვებს აქვთ სრულიად ჩაშლილი საგაკვეთილო პროცესი, ანუ არ სწავლობენ ფაქტიურად ახლა ჩვენი შვილები, იმიტომ რომ აი ესე უპასუხისმგებლოდ მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენი გამოყრა, ასე ვთქვათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმ შენობიდან, სადაც ამდენი წელია ვიმყოფებით, სრულიად გაუფრთხილებლად არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა, ანუ მშობლებთან ამასთან დაკავშირებით.